რა ეგ არის, let's go. სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. ნახოთ, ეს ვიდეო შეიძლება გავიწეს დასში YouTube-ში. საუკუნე იქ არ დამიდი არაფერი ვიდეო და ფაქტიურად ბოლო გამოდის ჩვენახევრის განმავლობაში. პირველი გამოსვლა ნორმალური ვიდეოს სახით. გადავწყვიტე რომ ცოტა აქტიურობას მოვუმატო, ესე ვთქვათ, დასვენების პერიოდი მქონდა. დროებით და აქტიურად ვერთვები მუშაობაში მეგობრებო. მოგახსენეთ თავიდანვე დასაწყისშივე რომ ფაქტიურად რაღაცა გარკვეული ისეთი პერიოდი მქონა, რთული ცოტა, მაგრამ ბრუნდები ნელ-ნელა, ვისაც ამაში დახმარება გინდათ, ფაქტიურად შეგიძლიათ უკვე მეკონტაქტოთ ნელ-ნელა. ბიოქაოში ფაქტიურად რაც იყო იქ გარკვეულად რაღაცა დადებული რაც მქონდა, თქვენ აირჩიეთ ის მომენტი, რომ რაღაც საინტერესო სააფთიაქოდან. საინტერესო სააფთიაქოდან ფაქტიურად მე არასდროს არ განვიხილავ და არ მიყვარს აი ნორმალურად რამეზე თუ მივა საუბარი, რაღაც გარკვეულად, ერთი ნივთიერების ან ერთი პრეპარატის, როცა მით უმეტეს საუბრობთ მაშინ, რომ გვინდა თქვათ რაღაცა მაქსიმალური ის ვარიანტში პერფორმანსი, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი რაღაცა, ძალიან მოსაწყენია პირველ რიგში რა და კი იყო რაღაც თვითონ ერთი საკითხი, მაგრამ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ბარემ სამიანი კომბინაცია, იმიტომ რომ ყოველთვის რატო ერთი რაღაცა, როცა შეგვიძლია გავაკეთოთ 2, 3, 5 იმისთვის რომ სინერგია შევქმნათ, ანუ არის უამრავი გარკვეული რაღაცა ნივთიერებები, რომლებიც თქვათ სოლო აკეთებს რაღაცას და თქვათ რაღაცასთან დამატებით თქვათ რაღაც სინერგიაში კიდე რაღაცა გარკვეული რაღაცა ისეთი პროცესი გვემატება ბენეფიტი. ამიტომ ფაქტიურად აქ მიდევს ორი რაღაცა, რასაც მე პირადად პრაქტიკიდან, რა ვიცი, ალბათ ბოლო მინიმუმ ვიტყოდე 15 წელი გამოვიყენებ. რთული ამით რამე ივნო და ფაქტიურად ყველა აფთიაქში იყიდება. თან ყველაზე მთავარი რაცა ის ღის ძალიან იაფი. და ალბათ ვიტყოდი რომ ყველაზე ისეთი ეფექტურია. საერთოდ შეიძლება რა ვიცი, უამრავი რაღაც ექსპერიმენტები. აფთიაქში ძალიან ბევრი საინტერესო ისეთი გარკვეული პრეპარატი, რომელიც რა ვიცი, სხვადასხვა გარკვეული ბენეფიტები აქვს და დღეს ჩემი ტოპი რატომღაც გადავწყვიტე რომ იყოს ასე. ვარჯიშის წინ თუ მივა საუბარი თქვა რაღაც გარკვეულად დაჟე მნიშვნელობა რა გინათ ძალისმიერი, ალბათ უფრო ეს წავა ისეთ ვარიანტში, უფრო აერობული, ანაერობული პერფორმანსის, უფრო მისვლების შორის რომ უფრო იყოს უფრო სწრაფი აღდგენა და ასე შემდეგ რა. ასევე ნერვული სისტემაც ამას ნორმალურად მუშაობს. პირველი პრეპი ჩემთვის ალბათ ეს არის ისეთი რაღაცა გარკვეული, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, პრეპი რა, ვიტამინები არის, რაც მაცივარში სულ მაქვს. ფაქტობრივად სულ ნონ-სტოპით ხმარობ, შეიძლება ამის ნონ-სტოპით ხმარება უბრალოდ გააჩნია დოზირებას, გააჩნია რაღაც გარკვეულ მომენტებს, მაგრამ საუხსნი რა თქმა უნდა. პირველი იქნება მილგამა. მილგამა არის ფაქტიურად ესეთი გარკვეული, ესე იგი, ამპულის სახით, ინიექციის სახით და არის ტაბლეტების სახით, ესეც მიგდია. ეს არის ბეჭდგუფის გარკვეული ვიტამინები, B-თიამინი და პირიდოქსინი, გიდროხლორიდი, ეს არის B6 თუ ორსტები ყოთ აქტიური ფორმა. ჩემთვის B კომპლექს ან რაღაცას რო ხედავ, არასდროს ცხოვრებაში B კომპლექსის რაღაც გარკვეულ ვიტამინებს ისეთ ვარიანტში არ უყურებ სერიოზული სახით, იმიტომ რომ ყველა გარკვეული, რა ვიცი, აი დაჟე აქაც მაქვს გარკვეულად ბეჭდგუფის ვიტამინები. ხანდახან ხომ ესეთებს ხომ ვაგდებ, მაგრამ ისეთი პონტი არის, რომ რაც ფაქტიურად აქ არის ახლა დოზირებებია რა. ამ დოზირებებს ვსვავთ, იქ კუთხეში ყოველთვის აწერი რაღაც გარკვეული დღიური ნორმები, თქვათ, აი 100% დღიური ნორმა, 200% და რაღაცა. ეგ არის უბრალოდ დღიური ნორმა გათვლილი ჩვეულებრივ ადამიანზე, ვისაც უბრალოდ ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი რეჟიმი აქვს რა და ადამიანი რომელიც უფრო აქტიურად არის დაკავებული სპორტით, რომ მივიღოთ გარკვეული თქვათ რაღაცა მეტაბოლური რაღაც დადებითი რაღაც ბენეფიტები ბეჭდგუფის ვიტამინებისგან, შეიძლება ექსპერიმენტები დაჟე ჩატარდეს მიახლოებით აი რა ვიცი 5000, 10000 და მეწიც დოზირებები. უბრალოდ ის არის ნიუანსები, რომ რისთვის, როდის და რატომ. მილგამას რა აქვს ფაქტიურად დადებითი, იმენა ინიექციის სახით. გზნობ აშკარად ეფექტს მიახლოებით უკვე ვიტყოდი 1 საათში. ანუ ენერგიული ფონი რაღაცა გარკვეული თუ ნერვის ანთება არის, ამ მსგავსი რაღაცა არის, მაგაზეც მოქმედებს მაგარი დადებითად ფაქტიურად და ვიტყოდი რომ ენერგიის ტონუსს ეწევა მაგრად. უბრალოდ ნიუანსი რა აქვს. თუ ეხლა მივა საუბარი, რა ვიცი, ჩემნაირ რა ვიცი, სპორტსმენზე თუ როგორ ავთქვა რა, ფაქტიურად მე ახლა 100 კილო ვარ, სტაბილურად 99 ვარ, თითქმის 100 კილო. 2 მილილიტრი ეს ვიტყოდი რომ აი so იგზნობა, მაგრამ რო თქვა რომ რაღაცა ბუმს ეკეთებს არა, ალბათ ვიტყოდი თუ რაღაცა მძიმე პრახუტკა არის თქვა, თან თქვა მძიმე რაღაცა ვარჯიში მაქვს ჩაფიქრებული მიახლოებით 3 საათიანი, შეიძლება დაჟე 4 მილილიტრი, 2 ამპულა. 6 მილilitrები თქვა აი 3 ამპულა და რაღაც მასტი დიდი დოზირებები, მაშინ აქვს ადგილი როცა ადამიანი არის წონით მიახლოებით რა ვიცი 120, 130, 150 უკვე მაღლა წონა რა.
მოროზას რო ვეხმარებოდი, მაშინ მე მგონი მაშინ უბრალოდ არა უშავს ბუძენიკმა და რეკა რაღაცაზე და შეწყდა ფაქტიურად. მოროზას რო ვეხმარებოდი, მაშინ მოროზა უბერავდა მიახლოებით 300 თორსთან. ის ტიპი არის მიახლოებით 140 კილომეტრი. თქვენ საშუალოდ ვიტყოდი მიახლოებით და ერთი ამპულაც რო გასინჯოთ, ნორმალური იქნება. თავად ნიუანსი ის არის, რომ თუ კაპილარში გავიტყვით მაგარი მწარია. მაგარი მწარია. დანარჩენი არაფერი ისეთ განსაკუთრებული რა. და შეიძლება რაღაც დისკომფორტი გაყოს მიახლოებით 1 საათი, ალბათ ეს არის რა. კიდე ანუ როგორც თქვი რა, ანუ შველის ფაქტიურად რაღაცა თქვა, დაჭიმულობა თუ არ თქვა, რაღაცა თქვა, აი სიცივეზე გაგიცივდათ წელი ან ეს რაღაცა, დაჟე მაშინაც აქვს ადგილი ფაქტიურად რა. ეს იქნება პირველი ისეთი გარკვეული პრეპი. თუ ავიღებთ ტაბლეტს, ნუ ხო ესეც ცუდი ნახდათ არ არის, მაგრამ ალბათ ეფექტით არის მიახლოებით 30-40% ნაკლებად ეფექტურად გზნობ რა ფაქტიურად. რაც არის თვითონ აი ეს ერთი ვიტამინი რომელიც არის, აი ეს პირიდოქსინი გიდროქლორიდი რო არის რა. ეს არის B6 არის თუ არ ვცდები და არის მე მგონი ესეთი ფორმა არის P5P. ეგ არის აქტიური ფორმა B6-ის. ამას ის ახასიათებს, რომ ცოტა დაჟე უბრალოდ ცოტა დაჟე დოფამინის სინერგისტიან, დოფამინის ისა პროლაქტინის სინერგისტიან, პროლაქტინსაც დაჟე დაბლა ეწევა რა და ლოგიკურია დაბალი პროლაქტინი მაღალი ესე იგი დოფამინი ცოტა განწყობაზე და დრაივით თითქოს იმ დღეს გაკუფლ უკეთესი რა. შეიძლება ესეც, მაგრამ ერთი ნიუანსი კიდე ვიტყოდი იმას, რომ ძვირის, ანუ რეალურად ეს რომ აღარ მახსოვს რამდენი მივეცი, მაგრამ თითქოს ცოტა ღირს ძვირი. ანუ მე ყოველთვის ვისაც ვეხმარები პერფორმანსის ვარიანტში, მე ყოველთვის თიამინი, შეიძლება იყოს მეთილთიამინი, დაჟე რიბოფლავინი, მე ცალ-ცალკე მაქვს ყოლა, მეთილკობალამინი ცალკე თქვა, რა ვიცი, თუ ვიღაცა თქვა გამონაყარი აქვს პანტოტონის მჟავა, თუ ვიღაცა ძილის პრობლემა აქვს, ინოზიტოლია, ჩემთვის B ჯგუფის ვიტამინები რაც არის, ყოლა მაქვს ცალ-ცალკე და ყოველას ცალ-ცალკე მეგადოზინგში. აქ იმინა ძალიან ნაირი მოქმედება რა, მაგაზე შეიძლება სხვა დროს ვილაპარაკოთ. პირველი იქნება მილგამა, მეორე დაჟე პირველი შეიძლება და ყოფილიყო პროსტა ხელთან არ მოქვს კლასიკური კოფეინი. კოფეინი ანჰიდროუქსი თუ არ ვცდები ესეთი ფორმის არის აფთიაქში, რომელიც დღის მე მგონი არ ვიცი როგორ ქვია რა ქართულად. მოკლედ კლასიკური კოფეინი რომელიც დღეს ვაფშე თეთრები, უბრალოდ როგორი ნიუანსი არის. აი ეს ანჰიდროუსი რაც არის ყველაზე იაფი ფორმა. მაგას აქვს რესკი პიკი. ანუ იწყებს მუშაობას მიახლოებით უკვე 1.5 საათში და მაგრამ მე აქვს მალევე ბახ ესეთი ლიმონივით გამოწურვის რაღაც გარკვეული მექანიზმი. მე ეგ ფორმა კოფეინის არ მომწონს. მე ყოველთვის ვიცი ხომ რომ ეძახიან და ეწერია ხომ ნატურალ, ანუ უფრო არის ხომ თქვა თან გუარანიდან გაგებული ან მწვანე ჩაიდან. მე უფრო მასეთ კოფეინს ხომარობ, იმიტომ რომ მაგას აქვს უფრო რბილი მოქმედება უფრო რა. თან ეგ ინდივიდუალური ემპონჩი რომ ვინც თუ ისაც თქვა გიპერაქტიული ნერვული სისტემა აქვს, იმათზე ანჰიდროუსი უფრო კაი არ არის, უფრო თითქოს აი ამას გაძლევს, ანუ თქვა უნდა მე მიეყონო რამე თიანინიან ისეთი რაღაცა რო თქვა ეგ ეფექტი ნივილირება მოახდინო. ვისაც თქვა უფრო აქვს 7 ნერვული სისტემა. მე მინახია რომ თქვა მან ანჰიდროუსი მიახლოებით 3-დან 7 მილიგრამამდე კილოგრამზე ტიპი ყოფილა. ოლია კლიენტი, ვინც თქვა აი ცოტა ისეთი ადეკვატურია რა, აი ძალიან დაშვებული ესე რო თქვა რა, ანუ არ არის ვაფშე ჰიპერაქტიული და მიახლოებით ვარჯიშის წინ დაჟე დაულევი 400-500 მილიგრამი კოფეინი და იძახის რომ ჯიგრულად გწნობს თავს. ან კოფეინი შეგიძლიათ დაიცოთ გეგდოთ 1% ჩანთაში, როგორც რაღაცა პრეურკაუთის და სტიმულაციის რაღაცა ვარიანტში რა. ეგ იქნება ნორმალური პონტი და მესამე ალბათ ყველაზე ის ვარიანტში, რაც ბევრი თითქოს ეფექტს ვერ ხვდება, მაგრამ მე პირადად იმას ვიტყვი რომ მე თვითონ ასთმა მაქვს ხოლმე პერიოდულად, მე ვარ ალერგიული სულ ქრონიკულად, ეგ მაქვს გარკვეული გენეტიკური ბაგი, ესე ვთქვა და ალბათ ამის გარეშე ხოლმე ძალიან მიჭის განსაკუთრებით, აი ვიტყოდი აპრილი რო იწყება რა, აპრილი-მაისი. სალბუტამოლის სპრეი ფაქტიურად. არავინ არ დაიბრალოს, ეს ბიოჰაკი და ეს ფაქტიურად ახლა რაც არის, ეს არის აფთიაქო ბიოჰაკინგი. ფიქრობ რომ და YouTube-ზე შეიძლება რომ დაიდოს აფთიაქო ბიოჰაკინგი რა. ეს არის ისეთი რაღაცა გარკვეული სპრეი, ესეთი სპრეი ჯიბეში მეკდო ხოლმე და ჯერ ვიხსენებ მიახლოებით აი კროსფიტის თემას რო ვიწყებდით 9 წლის წინ. და ეს დაჟე ეს იყო რაღაც გარკვეული ჩემი ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე, მე ტესტავდი ბევრს მე ვკითხულობდი ამაზე ლიტერატურას. ბევრი სპორტსმენი მას გამოიყენებს ფაქტობრივად სუნთქვისთვის რა. ანუ ეს ეკეთებს მხოლოდ იმას რომ ცოტა ბროხებს, ცოტა ვიფართოვებს ეს ვარიანტი ვთქვათ, ძალიან ისეთ პონჩი ლაითად და ანუ გვეხმარება სუნთქვაში და სუნთქვას, როცა მიდის საუბარი თქვათ, მით უმეტეს ან აერობულ, ან ანაერობულ დატვირთვაზე, მაშინ ადამიანი იღლება, როცა განიშნის ჟანგბადის ნაკლებობას და ეხლა გინდა სამან თქვათ, ვისაც ასთმა არ აქვს და ჩვეულებრივ ადამიანს თქვათ, მომატოს უხეშად, რა ვიცი, ჟანგბადის შეთვისების გინდა ესეთი 5-7%, დამიჯერეთ რომ აი ყოველი შესუნთქვის 5-7%, მე ხო ვსუნთქავ ჩვენ ხანძრის პერსპექტივაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ესეც შეგვიძლია ვიხმაროთ. სალბუტამოლს კიდე ის აქვს ფაქტიურად რომ რაღაცა გარკვეული ახლა 1 და 2 შესხურვა იმენა არ არის ესკათ, მაგრამ თქვა თუ მივასაუბარი ტაბლეტის სახად, ტაბლეტები არის მიახლოებით 2-3-5 მილიგრამი. ეგ დიდი დოზირება არის ძალიან. ეგენი დაჟე არის რაღაც გარკვეული
სტატიები, რომ ეხმარება დაჟე ცხიმის წვას, მაგრამ ეს იმიტომ ვთქვი ეს ვარიანტები, რომ აი ეს აფთიაქური ბიოჰაკინგი დაგიждდებათ ალბათ მაქსიმუმი, რა ვიცი, აი ეს ღირს თუ არ ვწდები 11-12 ლარი, კოფეინი, რავი, 2-3 ლარი ალბათ და ეს მილგამაც ალბათ მიახლოებით 1.20-25 ლარი, მაგრამ ეს არის 5 ლარი. ამას ეს ყოველდღე არა ესეჭირო, ამას ვიტყოდი, რომ თქვათ, აი ეხლა მე მოქვს პრიორიტეტი, მოქვს ეხლა მე დედლიფტი, ანუ მინდა რომ ჩოლობრივ ესეთი ხვატით, რა ვიცი, იქნება 230 არ მაქვს გამოწეული, იქნება გავაკეთო ვიძახი ახლოხანში რა და თქვათ, როცა ვიცი რომ ორშაბათს მაქვს, ესეთ ვარიანტში მაქვს მძიმე პრახოტკა, ორშაბათს, მე დილით როგორც გავიღვიძებ, ანუ ვარჯიშამდე რომ მიახლოებით 1 საათი, 2 საათი დადრე ხოლმე, მილგამას გავიკეთებ ამ ინიექციას, რა ფაქტობრივად. თქვენ შეგიძლიათ მასივე ანალოგიად იხმაროთ ეს ვარიანტი. ანუ ეს არის ყველაზე იული პონტი, რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ, რა ვიცი, ვაფშე უპრობლემოდ. მილგამა კვირაში დაჟე 1-2 სალბუტამოლი იმინა განსაკუთრებით უფრო მაშინ, როცა თქვა სუნთქვის პერიოდში, განსაკუთრებით იმ ტიპებს, აი ბიჭებს მოგმართავთ, ვინც თქვა მით უმეტეს სწონით ხართ. ეხლა ადამიანი რომელიც ეხლა არის ლოგიკურად ვთქვათ, რა ვიცი, 80 კილო და ადამიანი რომელიც არის მიახლოებით უკვე 100 კილო, 100 და 120 კილოიან ტიპს უფრო ჰიპოქსია უფრო მეტი აქვს, ანუ ჟანგბადი უფრო მეტი უნდა რა. აი, არაფერს ალბათ არ გავნებთ 1 და 2 შესხურვა ვთქვათ რა და მისგამაზე ვილაპარაკე, კოფეინი რა ვიცი. ალბათ საქართველოში ყველა კი უბერავს პრეორქაუტებს, ეხლა ბაზარი არ არის პრეორქაუტები ხო, მაგრამ პრეორქაუტები ზოგჯერ იმით არ მომწონს, რომ იქ არის ცოტა ზოგი ბევრი ისეთი რაღაცა ნივთიერება, რაც ჭარბად ნერვულ სისტემას აღიზიანებს. მე რეგენი ხანგრძლივ პერსპექტივაში ნერვული სისტემის რაღაცა რესურსს ფიტავს და მე დაჟე არის ხოლმე რომ აი მოდიან ტიპები რომ ნერვულ სისტემას და თირკმელზე დაჯირგულებს რა და მოსულან ტიპები რომ აი თითქოს აი გადავიღალე, გადავიწვი და არის რეალურად მე მისახედი ნორმალურად როგორც ნერვული სისტემა ასევე თირკმელზე დაჯირგულები რა და მანდ სცენარიული კუთხე მიდის ბევრი და აი ნერვული სისტემის მოხოტვა მე რეალურად რთული არის რა მე რა ვიცი ძალიან ბევრი გარკვეული ნივთიერება საჭირო რომ მე პროსტა ფინანსურად არის რთული და ამიტომ ყოველი რაღაც გარკვეული სტიმულაცია სიცოდეთ რომ მე უნდა მისცეთ კომპენსაცია, უნდა მისცეთ დასვენების რაღაც ვარიანტი რა. ეგ არის ბიჭები, არ მინდა რომ ვიდეო მინდა რომ იყოს ცოტა ადეკვატურად თვალში მოსახვედრი, მეც თქვათ რომ ხედავ ვიდეოს 15 და 20 წუთს თითქოს მეზარება საყურებლად. მინდა ხოლმე რაღაც წუთიან ფორმატში ჩავეტიო. რამას ვფიქრობ რომ, რა ვიცი, YouTube-შიც ავტვირთავ. ვეცდები, თხოვნა იქნება ფაქტიურად ბოლო ხანებში, ანუ გამოდის ზუსტად უხეშად 40 დღეა, 38 დღეა ვაფშე არ ჩამიწერი არაფერი ვიდეო. თქონა არის, დალაიქოთ, გავუზიაროთ მეგობრებს, რა ვიცი, თუ ნახვები ცოტა იქნება და რაღაცა ვერ გამიგია YouTube-ი რატომ ბანავს, იმიტომ რომ ვაფშე არ აქვს ნახვები, ვერ ხვდები რას ვაკეთებ არასწორად. არ ვარ ძალიან ჩახედილი ხა ამ სფეროში რა და შევეცდები რომ ვაფშე არავით არის ლინკი და არაფერი გადასვლა გავაკეთო, უბრალოდ ვიდეო ავტვირთო რა. ეგ არის ფაქტიურად სასტავი. ყველა, რა ვიცი, იყავით ჯანზე, შევეცდები რომ კიდე მსგავსი რაღაც გამოკითხვები ხომ ჩავატარო, ბიოქაოში, ანუ თუ თქვათ ამას YouTube-ზე უყურებთ, ბიოქაოში გადმოდით და იქ ბიოქაოში არის ხომ რაღაც ესეთი ამორჩევითი რაღაც გარკვეული თემები, რასაც მე ხომ ვილაპარაკებ და განხილვა. შეიძლება დაჟე ახლო ხანებში გავაკეთო კითხვა-პასუხის რეჟიმი და 5-7-8 კითხვას გიპასუხოთ ვიდეოს რეჟიმით. და ასევე მოგახსენებთ ბიჭები, ვისაც რამე გინდა თქვა დახმარება ნებისმიერ სფეროში, პერფორმანსი, ვარჯიშის სფეროებში ძალიან ჩავიხედი ამ ბოლო ხანებში. რა ვიცი, რაც კი რამეში გინდა დახმარება, შეგიძლიათ დაირექტში მოძებნოთ და მომართოთ. ყველას დროებით, ადიოს.